გარდაბნის რაიონის სოფელ ახალი სამგორის მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვს. სასმელი წყლის პრობლემა 800 კომლიან სოფელს წლების განმავლობაში აქვს და მოსახლეობას წყლის ყიდვა ან რამდენიმე კილომეტრიანი გზის გავლა და ხელით მოტანა უწევს. ბოლო 2 თვის განმავლობაში სოფელს წყლის მიწოდება საერთოდ შეუწყდა. სოფლის მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვს იმ შემთხვევაში, თუ სასმელი წყლის მიწოდება არ აღდგება, ადგილობრივები ავტომაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ. ქვემო ქართლის წყალმომარაგების სამსახურში კი ამბობენ, რომ სასმელი წყლის აღდგენა მილების რეაბილიტაციის შემდეგ მოხდება, თუმცა როდის დაიწყება აღნიშნული სამუშაოები ვერ აკონკრეტებენ. დასმელის არწყავი თუ რაც იქნება სოფელში იყოს ერთმანეთს რომ საქონელი ვასულდგმლოთ შვილო გვახოცება იმით სულდგმლობთ ხალხი ჩვენ აქ სხვა არაფერი შემოსავალი არ აქვს მთელი სამგორის ხალხი აკიდებული მაწუნებით დადიან და აიმით მოაქვთ სარჩენი პური და იმ ბოთლებით კიდე იქიდან წყალი ეს მარტო ეხლა არ არის შარშანაცისფერო პრობლემა იდგა შარშანწინაც იდგა დღეს არ დამდგარა ეს პრობლემა თვითონ ეს მილის ძირითადი ნაწილი გადის სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, სადაც დიდი რაოდენობით არის დაზიანებები და ელემენტარულად შესვლა გვიჭირს. შევდივართ 1 საათით, 2 საათით, რასაც ვასწრებთ ვაკეთებ. მე ისევ ნებართვა გვინდა თავდაცვის სამინისტროდან.